წამზომი ჩართულია თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ზუსტად 94 დღეში უმასპინძლებს. საქართველოს პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც ამ მასშტაბის ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება. ოლიმპიური სოფლის მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება. 5 ჰექტარზე განთავსებული სპორტული მოედნები, საცხოვრებელი კორპუსები, გასართობი ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები 26 ივლისიდან ოლიმპიადის მონაწილეებსა და სტუმრებს უმასპინძლებს. თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები დღეს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას პავილიონში განიხილეს. სემინარი, რომელსაც 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ეს არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ჩვენი საქართველოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასთავარია ის ფაქტი, რომ თბილისი ამ ფესტივალს მასპინძლა დაირჩიეს, ეს ნიშნავს ძალიან ბევრს ჩვენთვის. ეს არის წარმატება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. მერწმუნეთ, რომ ეს ღონისძიება არის თითოეული მოქალაქის თავარი საზრუნავი, მე გეტყვით, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრებაა. ვფიქრობ, რომ თბილისი 2015 თავისი არცით ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული, ეს არის ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. სემინარს თბილისი 2015 საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თბილისის მერი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. დავით ნარმანიამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერია აქტიურად არის ჩართული საჯარო ინფრასტრუქტურის მომზადების და მოწესრიგების პროცესში. არა მხოლოდ ოლიმპიადისთვის ვემზადებით და არა მხოლოდ გვინდა რომ ღირსეულად დავხვდეთ სტუმრებს, არამედ ვემზადებით საერთოდ მომავალში უფრო მეტი სპორტული აქტივობებისთვის. 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება თბილისმა ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან კონკურენციაში 2010 წლის ნოემბერში მოიპოვა. 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე სპორტსმენები 50 ქვეყნიდან სპორტის 9 სახეობაში ერთმანეთს გუნდურად და ინდივიდუალურად დაუპირისპირდებიან. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები თბილისი 2015-ის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ საკუთარ შეფასებებს ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, მოგვიანებით კი საგანგებო დასკვნაში წარმოადგენენ.